ქართულ ცხენებზეც მსმენია, რომ ეს მეგრული ცხენები და რაღაცა უფრო დასავლეთში იყო თითქოს ცხენების კულტურა. საქართველოში იყო სამი ძირითადი ჯიში, ეს იყო მეგრული, თუშური და სამხრეთული ცხენიც იყო. ქვეჯიშები იყო, მაგალითად ხევსურეთში წყავდათ ქვეჯიშები, ფშავში წყავდათ და ხევსზე, მოხევეებს. მაგრამ ეს ჯიშებად არ იყო ჩამოყალიბებული. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ქართული ჯიშების კუთხით სავალალო მდგომარეობა გვაქვს რეალურად, რასაც ჯიშები ქვია, შენარჩუნებული აღარ არის. რამდენიმე ეგზემპლარები არის დარჩენილი, რომელიც შეიძლება თქვა, რომ არის მატარებელი იმ ჯიშების, მაგრამ ამაზე ძალიან დიდი და სერიოზული სელექციური მუშაობა უნდა, რომელსაც ახლა არავინ აღარ აკეთებს. აი განსხვავება რა არის მაგალითად თუშურსა და მეგრულ ცხენს შორის? კონსტიტუცია პირველ რიგში და გარკვეული მახასიათებლები, მაგრამ თუშური ცხენი გამოიყენებოდა უფრო უნივერსალური დანიშნულებით. როგორც დასაჯდომად, ისე სატარებლად. მისი პირდაპირ დანიშნულება იყო, რომ მეცხვარეები იყენებდნენ. ზაფხულში ადიოდნენ მთაში, ცხვართან ერთად, ზამთარში ჩამოდიოდნენ ქვემოთ. ამიტომ შეეძლოთ ეტარებინათ საპალნეთ შეიძლება გამოყენებული იყო და შეიძლება და ზედდარიყო მხედარიც. მეგრული ცხენი ძირითადად გამოიყენებოდა დასაჯდომად სამეგრელოში. რაც შეეხება ტრადიციებს, ძირითადად მაინც დასავლეთში არის შენარჩუნებული ცხენბურთის საშუალებით და სხვა ეროვნული თამაშების საშუალებით.